ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეპროგრამაა, რომელიც აფხაზეთის კულტურულ შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ქვეპროგრამის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობით განხორციელებული ღონისძიებების მხარდაჭერაა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ბევრი წლის განმავლობაში არაერთ მსგავს პროექტს დაუჭირეთ მხარი, სპექტაკლების დადგმას და შემდეგ სტუმრად ვეწვიეთ და ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მოგონებები, ასევე მათი ძერწვის კლასები, მათი რაღაც უნარჩვევების შემსწავლელი კლასები, ასევე აფხაზურ ენაზე გამოიცა არაერთხელ აფხაზური ზღაპრების აუდიო ვერსიები. ჩვენ ყოველ წელს ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებებს ჩვენი ინიციატივით და ამავდროულად ვეხმარებით სხვადასხვა ინიციატივებს განხორციელებაში. ქვეპროგრამის ფარგლებში ხელოვნების სხვადასხვა დარგში მრავალი წარმატებული ინკლუზიური პროექტი განხორციელდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში. ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ზუგდიდში არსებული ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრ დობადონასთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების აქტიური ჩართულობით განხორციელებული აქტივობებია. პროექტი სოციალური მატარებელი, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ზიარებას კულტურულ სიკეთეებთან. ისეთ კულტურულ სიკეთეებთან, როგორიც არის მუზეუმის დათვალიერება, ბუნებაში გასეირნება, ასევე სპექტაკლის დასწრება და თავადაც გამართეს სპექტაკლი ფიფქია და 7 ჯუჯა. ახალი პროექტი 2024 წლის ხორციელდება აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. ეს არის პროექტი ამრა, რომლის მიზანია ბავშვების ზიარება მეგრულ კულტურულ ტრადიციებთან და ჩვენ გვაქვს ამისთვის სხვადასხვა აქტივობა. პროექტი უკვე დაწყებულია, ერთი აქტივობა უკვე განვახორციელეთ და მომზადებით გვაქვს გენერალური რეპეტიციები, რათა განვახორციელოთ სპექტაკლი ამრა. მონაწილე ბავშვები კრიტერიუმი იყო 10 ბავშვი უნდა შემერჩია, 10 ბავშვი შევარჩია 10 დევნილი ბავშვი. ამ 10 დევნილი ბავშვიდან რამდენიმე იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რამდენიმე ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამდენიმე იყო სასმ საჭიროების და მათი ინტეგრაცია გაერთიანებით როგორ შეიძლება რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ ჩანდეს სწორ გარემოში, ამის ინტერპრეტაცია მოვახდინეთ ჩვენი სპექტაკლით. ერთერთობოდი სპექტაკლში იქ ვასრულებდი დედაცვლის როლს. ჩემთვის ძალიან არაჩვეული იყო, იმიტომ რომ მე სულ სხვა პიროვნება გახლავარ და ძალიან გამიჭირდესავით, მაგრამ ბავშვებსაც დავანახე, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ბევრი რამ არ არის ესეთი, რაც არ შეგიძლია რომ გააკეთო. წელს, ეხლა ახალ პროექტში ვარ ჩართული და ვთამაშობ აფხაზი ბებიის როლს, ესეც ცოტა უჩვეულოა, მაგრამ იცი აფხაზეთიდან ვარ და ვნახოთ აბა როგორ გამომივიდა. ქვეპროგრამაზე ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა განაცხადის გაკეთება წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. დაფინანსების მიმღების სუბიექტი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი. დეტალური ინფორმაცია პროგრამაზე იხილეთ როგორც სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე სააგენტოს Facebook გვერდზე.